წყუხრი, რომელშიც თავარი ადგილი გარდასახულ ზღვენს, ანუ უფლის ხორცსა და სიხს უკავია. და ჩვენ რაღაც ესე სწორხაზოვნად კი არ მივისწრაფით ღვთისმსახურებისას, არამედ გარშემო, უფლის გარშემო მსახურებთ. ამიტომ პირველ შეწირულის ლიტურგია დასაწყისიდანვე საოცარი მადლისმიერი სითფოთი არის ახსავსე. მე ახლა ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვისაც ასე და ამგვარად არ გიფიქრიათ, შემდეგზე რომ მოხვალთ, ასე და ამგვარად იფიქროთ. თქვენს წინაშე გარდასახული ზღვენია, თქვენს წინაშე უკვე უფალია დაბრძანებული და ჩვენ მის გარშემო ვიმყოფებით, მის გარშემო შეკრებილები ვართ, მისი მადლით, მისი ჩვენდამი, ჩვენი მისდამის სიყვარულით, ერთგულებით გამთბარნი ვართ. აი ეს არის პირველ შეწირულის ლიტურგია, ჭეშმარიტად მგლოვარება, სიხარულის მსახურება და ამიტომაც იგი ესე მაგნიტივით იზიდავს, შეიძლება ასე ითქვას ადამიანებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი რო განიცადო შენს გულში შეუშვა, ამით იხარო, ამით იბედნიერო, ამით ქრისტიანობდე, ამით ადამიანობდე, ამით მარადიულობდე. ეს ყველაფერი რო განიცადო, საჭიროა სულიერი ცხოვრება. საკუთარ თავზე იძულებით ვშრომობთ, ვმოქმედებთ, რომ ჩვენი განუწმენდავი გული გაიხსნას ღვთის ნებისათვის და განიწმინდოს და სასუფეველიც ისა იძულების, როგორც ქრისტე გვასწავლის. ჩვენ ძალიან ხშირად გვინდა რომ ამ ეტაპს გადავახტეთ. მით უმეტეს ცოდნა ბევრი გვაქვს. თითქმის ყოველ დღე შეგიძლიათ ეზიაროთ. წმინდა წერილს კითხულობთ, წმინდა მამებს, სრული კომფორტი გაქვთ რელიგიური მსახურების. ვინც ამას გონივრულად იყენებს, რა თქმა უნდა. თორე სამწუხაროდ არის ის, რომ ადამიანებს ეძლევათ და არ იყენებენ, ეგ სხვა თემაა. მე ვგულისხმობ იმას, ვინც ამას იყენებს კარგი გაგებით. მოდის მართლაც და რაც ეძლევა, იმას იღებს. მადლიერებითაც. აქ დგება ადამიანის სასტურის წინაშე. ეს ყველაფერი ხო სიცარიელი არ არის, ეს ხო მადლისმიერი მოქმედებებია და ადამიანის გული, რომელმაც ერთხელ ქრისტეს შეხება იგზნო გულზე, ესე იგი მისი გული უკვე განცდელია მადლისა და ამიტომ მადლი იზიდავს, მოდის, ხარობს, ბედნიერობს და აი აქ სასტურის წინაშე დგება ადამიანი და მე ფიქრობს, რომ ის უკვე განწმენდილ მდგომარეობაში შევიდა და მისი მსახურება, მისი რელიგიურობა, მისი სულიერება, მისი ლოცვა, მისი ზიარება უკვე არა შემოქმედებითი, სადაც ღვაწლი უნდა და საკუთარ თავზე იძულება, არამედ მადლისმიერია. და ერთი ნაბიჯი ჯიღა უკლია განწმენდილობამდე და მჭორეტელობამდე, როცა უკვე ადამიანის გული იხსნება და პირდაპირ, ესე იგი, ჩვენი გული და ღვთის ზეცა რო აღარ განსხვავდება, როგორც წმინდა ისააკასური ამბობს. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესწომა და ხიბლის წყარო, რომელიც ძალიან ბევრს დამართნია. და ძალიან ბევრს შეიძლება ეს გვჭირდეს და ამიტომ თხილად ვიყოთ.